სად წავიდნენ? გადავშალოთ ბიბლია. მეორე ნეშთას წიგნი. 32 თავი. მეორე ნეშთთა 32 თავი 33 მუხლიდან. 33 თავის მესამე მუხლამდე. მესამის ჩათვლით. განისვენა იეხისკიახუმ თავის მამაპაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების აღსავალზე. პატევი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა მის ნაცვლად მისი ძე მენაშე გამეფდა. თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და 55 წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აღყარა უფალმა ისრაელიანთაგან. და კვლავ აღადგინა გორაკები მამამისმა იეხისკიახუმ რომ მოსყო. სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ზეციერო ნუგეშის მცემელო, ღმერთო ჩვენ, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის. მადლობა რომ შენ სიტყვაში ჩვენ გვაქვს სინათლე და შენი ნების გამოცხადება. შეგვეწია რათა უფრო მეტად შენ სიბრძნეს მივენდოთ, ვიდრე ჩვენი განსჯის გონებას. მოგვანიჭე რათა ვერ წმონოთ შენს ძეს იესოს. დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ეს რწმენა ვაუწყოთ ქვეყანაზე. მოგიხმობთ და გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ყველაზე უღირსი უწმიდური მეფის შესახებ, რომლის სახელი არის მენაშე. საუბარი დავყვავით სამ ნაწილად. პირველ ორ ნაწილში ვისაუბრეთ მეფის წარმატებაზე და მის სახელზე. დღეს მესამე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ მეფის წარმოშობაზე. წარმატება, სახელი, წარმოშობა. ჩვენ თქვით რომ წარმატება და ის მეფობის ხანგრძლივობის მიხედვით იყო ყველაზე წარმატებული მეფე მეფეებს შორის. და ისრაელიანებს ბევრი მეფე ყავდა. გაერთიანებულ სამეფოს სამი მეფე, საული, დავითი და სოლომონი. შემდეგ სამეფო გაიყო ორ ნაწილად, სამხრეთ სამეფო და ჩრდილოეთ სამეფოდ. ჩრდილოეთ სამეფოში, რომელიც იწოდებოდა ისრაელი, 20 მეფე იყო, უпростоრად 19, ხოლო სამხრეთ სამეფოში 20 მეფე იყო. მენაშე ითვლება ამ მეფეებს შორის ყველაზე უღირს, ყველაზე უწმინდო,
ყველაზე ცოდვილ მეფედ. წარმატების მიხედვით არავის არ უმეფებია ამდენი. ყველაზე კარგმა მეფემაც დავითმა 40 წელი იმეფა. სოლომონმა ტაძრის ამშენებელმა 40 წელი იმეფა. პირველმა მეფემაც საულმა 40 წელი იმეფა. არც ერთს არ უმეფია 55 წელი. ამ მხრივ ის იყო ყველაზე დღეგრძელი მეფე. რადგანაც მენაშეს ამბავი არის ღვთის სიტყვის ნაწილი, ღმერთი ამ მეფის ისტორიით ჩვენ გველაპარაკება და გვაძლევს დარიგებას. რა დარიგებას გვაძლევს? რაც გვასწავლის უფლის სიტყვა? მენაშეს მაგალითით. ის რომ ხილული წარმატება, დღეგრძელება იქნება ეს, ჯამრთელობა იქნება ეს, მიღწევები იქნება, გამარჯვებები, დოვლათი, სიკეთეები, სიმდიდრე არ არის მაჩვენებელი, არ არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ღმერთი არის კმაყოფილი ამ პიროვნებით. არ არის საკმარისი პირობა იმისა, რომ ღმერთთან ურთიერთობა არის ჰარმონიული. არ არის ეს ამის ნიშანი. არ არის ეს ნიშანი გადარჩენისა, რომ ადამიანი არის გადარჩენილი. საერთოდ არა. ჩვენ ვილაპარაკეთ სახელზეც და ვთქვით, რომ სახელიც არ არის თავისთავად უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ამ სახელის მატარებელი არის პიროვნება, რომლითაც ღმერთი არის კმაყოფილი. სახელი არ არის საკმარისი პირობა გადარჩენისა. რაც არ უნდა კარგი სახელი კონდეს ვინმეს. აღარ გაინტერესებთ? არც წარმატება, არც სახელი არ წარმოადგენს უტყუარ ნიშანს გადარჩენისა. ღვთის მხრიდან კმაყოფილების. ნიშანს იმისა, რომ ყველაფერი რიგზია. რადგანაც ატარებს შესანიშნავ სახელს, რადგანაც აქვს ხილული წარმატება, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზია, ღმერთი არის კმაყოფილი. ყველაფერი რიგზე ქონდა მდიდარს, ჯამრთელი იყო, მოსავალი მიიღო. რა უთხრა ღმერთმა? შეუგუნურო. ღმერთი არ იყო მისით კმაყოფილი. დღეს ჩვენი საუბრის მესამე ნაწილში ვილაპარაკებთ მენაშეს წარმოშობაზე. ვიდრე დავიწყებდეთ საუბარს მის წარმოშობაზე, იმაზე თუ ვისი შვილი იყო ის. გავიხსენოთ ეკლესიის დიდი მამის წმინდა იოანე ოქროპირის შეფასება ამ მეფისა. რას ამბობს ის? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მენაშემ გადააჭარბა ყველას უგუნურებაში და სისასტიკეში. დაამხო კანონიერი ღვთისმსახურება, დაკეტა ტაძარი, ხელი შეუწყო სტომილებების გავრცელებას, აყვავებას და გახდა ყველაზე უწმიდური მეფე წინამორბედთა შორის. ყველაზე უწმიდური მეფე. რაბინულ ტრადიციაში სამი მეფის სახელი არის მოხსენიებული. სამი მეფის, რომლებსაც არ აქვთ წილი მემკვიდრეობა მომავალ სამყაროში. პირველ ადგილას ვინ დგას? მენაში. მეორე ადგილას იერობოამ პირველი, იმიტომ რომ იყო იერობოამ მეორე. და მესამე აქაბი. ყველაზე უწმიდური მეფე. ძალიან საინტერესო და ძალიან
საჭირბო როტო, მნიშვნელოვან საკითხს მივადგეთ დღეს. წარმოშობის საკითხს. ნაწყვეტი საღვთო წერილისა, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, დასაწყისში რას გვატყობინებს? ვისი შვილი იყო ყველაზე უღირსი მეფე? ვისი შვილი იყო? რა ერქვა მის მამას? ხისკია. ხისკია. როგორი მეფე იყო ხისკია? კარგი თუ ცუდი? ერთ-ერთი საუკეთესო. ერთ-ერთი საუკეთესო. ხისკიახუმ დიდი რეფორმები ჩაატარა იუდეის სამეფოში. ხისკიახუ იყო რწმენის კაცი. ხისკიახუ ღმერთმა სასწაულებრივად განკორნა. ხისკიახუს დროს ღმერთმა იხსნა იუდეის სამეფო იუდეველებისთვის იუდეველებთან შედარებით მრავალრიცხოვანი მტრისგან, ასირიელებისგან. ხისკიახუ იყო მეფე, რომელმაც აგრძალა გორაკებზე თაყვანისცემა უფლისსა. იმიტომ რომ მოსეს რჯულის მიხედვით ისრაელიანებს თაყვანი უნდა ეცათ ღვთისათვის ტაძარში, ხოლო ისინი თაყვანს სცემდნენ მას გორაკებზე. ესეც აგრძალა, არამც თუ კერპთაყვანის მცემლობა აგრძალა, ანუ უცხო ღმერთები გადააშენა. ღმერთის თაყვანისცემაც კი დაუბრუნა რჯულის სწავლებას. ეს იყო საუცხოო მეფე, ღვთისმოსავი მეფე, კარგი მეფე, კეთილი მეფე და შეხედეთ როგორ იწყება ჩვენი ნაწყვეტი. განისვენა იეხისკიახუ თავის მამაპაპასთან და დამარხეს იგი. და სად დამარხეს? დავითიანთა სამარხების აღსავალზე. მიუსვენეს დავითს. შემდეგ წერია პატივი მიაგეს მას. სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. ყველა მეფეს იცით პატივს არ მიაგებდნენ. სიკვდილის შემდეგ არ მიაგებდნენ. ხისკიახუს იეხისკიახუს მიაგეს. რატო? იმიტომ რომ ეს იყო საოცარად ღვთისმოსავი მეფე. ახლა კი ჩვენი შეკითხვა, ასეთ ღვთისმოსავ, ასეთ პატიოსა, რეფორმატორ, მორწმუნე მეფეს როგორ გაუჩნდა ასეთი უღირსი შვილი? როგორ აღმოჩნდა დავითის შთამომავლობაში ასეთი მეფე, რომელმაც თავის ურჯულოებაში ყველას გადააჭარბა? ჩვენ კიდევ ბოლომდე არ წაგვიკითხავს, რა წერია მენაშეს შესახებ ამ თავში. მენაშე იქცეოდა უფრო ცუდად, ვიდრე ის ხალხები, რომლებიც უფალმა აყარაო. ანუ ჯერ ერთი ის იქცეოდა ისე, როგორც ის ხალხები, რომლებიც უფალმა აყარა ცოდვების გამო, მაგრამ მენაშე წინ წაიწია და უფრო ვარესად იქცეოდაო, ტაძარი დაკეტა საერთოდ. ღვთის სიტყვა დამარხა. მკვლევარები ამბობენ, რომ როდესაც იოშიამ აღმოაჩინა ტაძრის განწმენდის დროს ღვთის სიტყვა, სწორედ მენაშეს დროს იყო ეს ღვთის სიტყვა დამალული. იოშია იყო მისი შვილიშვილი. იოშია იყო ყველაზე კარგი მეფე. ასე წერია, მასზე კარგი არ იყო არც მანამდე და არც მას შემდეგო, მის შემდეგო, მისი შვილიშვილი უკვე. ანუ ყველაფერი გააკეთა ღვთის საწინააღმდეგოდ ამ პიროვნებამ მენაშემ. ღვთის ტაძარი დაკეტა. შემდეგ იმ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მას, უარზე იდგა. იმიტომ რომ შემოიტანა უცხო ღმერთები, დაკეტა ტაძარი, დამალა ღვთის სიტყვა. რა შვებოდა? დევნიდა, კლავდა. ის იყო მკვლელი, უამრავი სისხლი დაღვარა მან მართალი ადამიანებისა. ღვთის წინაშე სოდავდა და ადამიანებსაც კლავდა. ის იყო ტირანი, მოძალადე. წაიკითხეთ შემდეგ, რა წერია, როდესაც დავასრულებთ საუბარს. ის იყო მკვლელი, მოძალადე, ტირანი მეფე. მან შემოიტანა ისეთი კულტი იუდეაში, რაც იქამდე არ იყო.
ცის მხედრობას დაუწყო თაყვანისცემაო. არა მარტო ბაყალს და აშერას, ეს ადგილობრივი წარმართული კულტები იყო. ბაყალი და აშერა, მეგობრებო, ეს არის ცრუ ღმერთების სახელები, ღვთაებების სახელები, ოღონდ ადგილობრივი, ქანაანის მიწაზე არსებული. ბაყალი და აშერა. ბაყალი ეს კაცი ღმერთია, აშერა ეს ქალღმერთი. მენაშემ ყველას გადააჭარბა, საერთოდ სხვა რელიგია შემოიტანა, უცხო იუდეველებისთვის, ცის მხედრობას, ანუ ვარსკვლავებს, ციურ სხეულებს დაუწყეს თაყვანისცემა. კიდევ რა შვებოდა? თუ წაიკითხავთ შემდეგ, ნახავთ, რომ საკუთარ შვილებს ცეცხლში ატარებდა, ჯადოქრობდა, მისნობდა, სულებს იძახდა. ოკულტიზმით იყო დაკავებული. ერთი სიტყვით, ეს მეფე იყო ძალზედ გახრწნილი. ჩვენი კითხვა ასეთია, ისეთ კარგ მეფეს, როგორიც იყო იეხისკიაჰუ, ასეთი შვილი, როგორ აღმოაჩნდა, როგორ გაზარდა ასეთი ადამიანი. ის ხო მამასთან იზრდებოდა. ის ხო ხედავდა მამის კეთილ საქმეებს. ის ხედავდა მამის ლოცვას, მამის რწმენას, ის ხედავდა ღმერთმა სასწაულებრივად, როგორ განკურნა მამამის. თქვენ იცით, რომ ის დაავადდა, ისე რომ უნდა მომკვდარიყო. როგორ იხსნა ღმერთმა ასირიელებისგან. ამ ყველაფრის შემხედვარე ასეთი როგორ აღმოჩნდა. მეცნიერებში არ არის ერთგვაროვანი ერთი პასუხი ამ შეკითხვაზე, რატომ გახდა ასეთი. თუმცა არის მოსაზრებები. მაგალითად, ერთი მოსაზრება ასეთია, თუ ჩვენ სხვადასხვა წყაროს მივმართავთ, მაგალითად ებრაულ წყაროებს, მაგალითად თუ მივმართავთ ნაშრომს პროფესორი მარდოქაი კოგანი, ასეთი მეცნიერი გახლავთ იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. ასეთი მოსაზრებებია. ერთი, მენაშეზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად მისი ღვთისმოსავი მეფის იეხისკიაჰუს რელიგიური კეთილი რეფორმებისა, იუდეველთა სამეფო განიცდიდა სხვადასხვა უბედურებებს. სხვადასხვა შემთხვევები იყო იუდეას სამეფოში. და კვლევართა აზრით ის მივიდა იმ აზრამდე, იმ იდეამდე, რომ თლად მომგებიანი არ არის ღმერთის თაყვანისცემა. იმიტომ რომ თუ მიუხედავად იმ დიდი რეფორმებისა, გამოღვიძებისა, კეთილმსახურებისა, რაც მამამისმა განახორციელა, ალაგმა წარმართობა, გააუქმა გორაკებზე თაყვანისცემა, მხოლოდ ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა და მიუხედავად ყველაფრისა ამისა, მის ქვეყანაში მაინც გარკვეული უბედურებები გაჩნდა. კვლევარები მიიჩნევენ, რომ ამან მიიყვანა ის იმ აზრამდე, რომ უფლისადმი მსახურება თლად მომგებიანი, წარმატებული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამდენს ვემსახურებით, მისი გულისთვის ამდენი რამ გავაკეთეთ და მაინც ასეთი რამეები შეგვემთხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვემსახურებით იმას, ვისაც უნდა ვემსახურებოდეთ. უნდა ვემსახურებოდეთ ბაყალს, აშერას, სხვადასხვა ღმერთებს, ვიძახდეთ სულებს და სხვადასხვა რელიგიებით უნდა ვიყოთ დაკავებულები. ხვდებით ხო რაზეა საუბარი? ანუ ვერ დაინახა ხილული ნიშნები, დაინახა სხვადასხვა შემთხვევები, უბედურებები. რატომ ხდება ასე? სხვადასხვა ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. იმიტომ რომ ადამიანს ღმერთის წინაშე სიარულის დროს შეიძლება სხვადასხვა რამ შეემთხოს. და თუ ის მივიდა იმ აზრამდე, რომ ეს იმიტომ ხდება მის ცხოვრებაში, რომ არასწორ გზას ადგას,
და დაიწყოს ღალატი ღვთისა და სხვადასხვა ღვთისათვის მიუღებელი საქმეების გაკეთება, ეს იქნება არა მარტო არასწორი, ეს იქნება ერთგვარი ახსნა, რატომ აკეთებს ის ამას. მეცნიერები აგრეთვე პასუხობენ, რომ ასეთ ღვთისმოსაო კაცს, მეფეს, იეხისკიახუს იმიტომ აღმოაჩნდა, ესეც ვარაუდია. ეს არ არის დადასტურებული, ვიმეორებ ერთგვაროვანი აზრი ამის შესახებ არ არსებობს. სხვადასხვა სწავლული, სხვადასხვა აზრს გამოთქვამს. გარდა კოგანისა, პროფესორი კოგანისა, რომ მენაშეზე მოახდინა დიდი ზეგავლენა ასირიელებმა. ანუ იმ დროს იუდეა მეტნაკლებად იყო ასირიელების ზეგავლენის ქვეშ. და ამიტომ თაყვანისცემა ზეციური მხედრობის, ანუ ზეციური პლანეტების, ვარსკვლავების და ასე შემდეგ, სწორედ იქიდან გადმოიღო მან, მტრებისგან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, შთამბეჭდავია და გარკვეული ეფექტის მქონე არის ზეგავლენა, მეგობრებო. ზეგავლენას აქვს თავისი ძალა. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ცუდი საზოგადოებანი რყმიან კეთილჩვევებს. ზეგავლენას აქვს თავისი შედეგები და თავისი ეფექტი. ვისთან ატარებ უმრავლეს დროს, ვისთან საუბრობ, ვის აზრს იზიარებ, ვისი ზეგავლენის ქვეშ იმყოფები, რა შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ, ვისი აზრი არის შენთვის მნიშვნელოვანი. ესე იგი, მოდით შევაჯამოთ, რატომ გაუჩნდა ღვთისმოსავ მეფეს ასეთი უკუღმართი, უწმინდური, ყველაზე უწმინდური შვილი? ამაზე პასუხი ერთგვაროვანი არ არსებობს. არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები. ორი ვარაუდი მეცნიერებისა მე გაგიზიარეთ. ერთი, რომ ის, ასე ვთქვათ, იმედგაცრუებული დარჩა ღმერთის. მამაჩემმა ამდენი კარგი საქმე გაუკეთა ღმერთს, უბრალოდ რო ვთქვათ, და ნუ თუ ღმერთმა არ უნდა გვაკურთხოსო, ნუ თუ ღმერთს არ შეეძლო ამ უბედურებებისაგან ჩვენი გადარჩენაო, იმედგაცრუების მომენტი და მეორე, ზეგავლენის მომენტი. იმედგაცრუება და ზეგავლენა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ისევ დავსვათ ეს შეკითხვა. არა მარტო მენაშესა და იეხისკიახუს შემთხვევა, სხვა შემთხვევაც არის ბიბლიაში. ანუ ბიბლიაში აღწერილი ადამიანების შემთხვევა და არა მარტო ბიბლიაში. როდესაც ღვთისმოსავ ადამიანებს მშობლებს უკუღმართი და უწმინდური შვილები ყავთ. რატომ არის ასე? რატომ ხდება ასე? შეგიძლიათ ბიბლიაში გაიხსენოთ სხვა მაგალითები? დამთავარი ყელი. კარგი, სამუელი იყო შესანიშნავი ლიდერი, ღვთისმოსავი ადამიანი. მაგრამ აღმოაჩნდა მას შვილები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ შესაბამისი ღვთისმოსავობით. კიდევ? ანუ ჩვენ ვხედავთ როგორ სურათს. შესაძლებელია, რომ ღვთისმოსავებს აღმოაჩნდეს არა ღვთისმოსავი უწმინდური შვილი და საპირისპიროდ. უწმინდურს ძალიან ღვთისმოსავი. იოშია. ასეთი მეფე არ იყო არც მანამდე, არც მის შემდეგო. ვინ იყო მისი მამა? ანუ მენაშეს შვილი. უწმინდური. ანუ მისი მამაც და ბაბუაც, პაპაც, ორივენი იყვნენ უწმინდური მეფეები. მაგრამ შვილი აღმოჩნდა ძალიან ღვთისმოსავი. ანუ დიდი ბაბუის ყვალზე წავიდა. დიდი ბაბუის. ვინ იყო მისი დიდი ბაბუა? იოშიას იეხისკიახუ. ესე იგი ჩვენ ვხედავთ აი ამ სურათს, სამუელი. ჩვენ არ ვიცით მოციქულების შვილები, რა გზას დაადგნენ. მოციქულებს ყავდათ მეუღლეები და
სავარაუდოდ შვილებიც. საიდან ვიცით, რომ წმინდა პეტრე მოციქულს ყავდა მეუღლე? იმიტომ რომ ყავდა სიდედრი. სიდედრი ცოლის გარეშე არსებობს? მარტივი ლოგიკაა. მეტიც, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ სიმონს ყავს მეუღლეო. მოციქულებს ყავდათ მეუღლეები. დიდ მოციქულს, როგორც უწოდებენ თავმოციქულს, თავმოციქული ორია ქრისტიანულ ტრადიციაში. წმინდა პეტრე მოციქული და წმინდა პავლე მოციქული. ასე უწოდებს ქრისტიანობა მას, თავმოციქულები. დიდებული მოციქულები. წმინდა პეტრე მოციქულს ყავდა მეუღლე. შესაბამისად მათ ეყოლებოდათ შვილები. ჩვენ არ ვიცით მათი შვილები რა გზას დაადგნენ, როგორ ცხოვრობდნენ. არ ვიცით, მაგრამ ვიზზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიზზე წერია ბიბლიაში. ფილოსოფოსთა შორის ყველაზე ღვთისმებრძოლი ათეისტი. ვინ გაგიგიათ? ვინა? თქვი, როგორ? ვერ გავიგე. ნიცშე? დიახ. ნიცშე. ჰიტლერის საყვარელი ფილოსოფოსი. იცით მისი მამა ვინ იყო? პასტორი. ფრიდრიხ ნიცშეს მამა იყო პასტორი. ვინ თქვი? ის ფიზიკოსი იყო. დიახ. ჟან-ჟაკ რუსო გაიზარდა პროტესტანტ ოჯახში. დიდი ფრანგი განმანათლებელი. ის არ იყო ათეისტი, მაგრამ მას არ ჯეროდა ისე როგორც ქრისტიანებს. და ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. სერიალი იცით, ლუციფერი. გინახავთ? კი, ხო? კი, გინახავთ? იცით ვინ არის მისი მამა? ამ სერიალის მთავარი გმირის, ანუ ლუციფერის. დაგუგლეთ და ნახეთ, რომელ ოჯახში მამამისი ვინ არის. მე არ ვამბობ, რომ ის ცუდი პიროვნება, რადგანაც ლუციფერის როლი შეასრულა. არა, მე უბრალოდ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ ხედავთ ასეთ პარადოქსს ბიბლიაშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც. ანუ ბიბლიაში აღწერილ ცხოვრებებში და ჩვენს ცხოვრებაშიც. რა პარადოქსი? როდესაც ღვთისმოსავ მშობლებს, ნახე უკვე Google-ში მისი მამა ვინ იყო? როდესაც ღვთისმოსავ მშობლებს შეიძლება ყავდეს არა მარტო ურწმუნო, არამედ ყველაზე ზნედაცემული. და საპირისპიროდ. ხო არის ასეთი მოსაზრება, რომ როგორ შეიძლება თუ მშობლებია, დედა ნახე, მამა ნახე? ხო, ახლა გეკითხებით. აბა თქვით ასე ფრიდრიხ ნიცშეზე, დედა ნახე, მამა ნახე და შვილი მერე გამონახე. ჰიტლერის საყვარელი ფილოსოფოსი, ღმერთის მოწინააღმდეგე. აბა ნახე, მე ნაშე, დედა ნახე, მამა ნახე, მე ნაშე, მერე გამონახე. ყოველთვის არ მუშაობს ეს ანდაზა. ასეა თუ არა? ანდა კიდევ არის ერთი გამონათქვამი, რომ ვაშლის შორს არ ვარდება ვაშლის ხისგან. ანუ ნიშნავს, რომ იგივეა. რა დედაცა, რა მამაცა, იგივე შვილია. ყოველთვის ასე არ არის. არ არის ყოველთვის ასე. ამიტომ თქვით, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხს მივადგეთ. მიუხედავად აი ამ პარადოქსული სიტუაციისა, რას ამბობს ბიბლია მშობლებზე და შვილებზე, ანუ წარმოშობაზე? რას ამბობს? პირველი, ღმერთის გადარჩენა ვრცელდება ოჯახზე. ეს ერთი, რაც უნდა ვთქვათ დღეს. და მეორე, ღმერთი ავალდებულებს მშობლებს მოძღვრებაში, ანუ რწმენაში გაზრდონ შვილები. ეს ორი რამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა წერილი გვასწავლის ჩვენ. ორი რამ, რთულად ხარ ლაპარაკობ. რაიმე რთულად.
მე ვცდილობ მაქსიმალურად მარტივად ვილაპარაკო. მაქსიმალურად მარტივად. ყველანაირი უცხო ტერმინების გარეშე თუ გამოვიყენებთ, განმარტავთ კიდეც. იმიტომ რომ ჩვენი ვალია და დანიშნულება ვილაპარაკოთ არა რაღაცა ბრძნული სიტყვებით, არამედ გასაგებად, მარტივად, მისაღებად. რას ამბობს ბიბლია? უკვე ვთქვით და ვიმეორებთ. ასეთი სიტუაცია არის. რეალურია ეს ფაქტია. ეს არის მაგალითები ბიბლიაში. როდესაც წარმოშობა არ განსაზღვრავს მაინდა-მაინც ღვთისმოსაობას. წარმოშობა არ განსაზღვრავს ღმერთის კმაყოფილებას, გადარჩენას, რადგანაც წარმოშობა არის, ნიშნავს ადამიანი არის გადარჩენილი. როდესაც იესოს მიუახლოვდნენ მოსანათლად. ეს სცენა აღწერილია მათეს მესამე თავში და ლუკას მესამე თავში. იესომ თქვა ასეთი სიტყვები: ვინ შთაგაგონათ, ვინ გაგაფრთხილათ, გაექცეთ მომავალ რისხვას. იმიტომ რომ თქვენი მამა ა ブラ ამია. მე მგონი აზრი გასაგებია. ისინი მოდიოდნენ მოსანათლავად. იგივე სცენა განსხვავებულ ვარიაციებშია გადმოცემული მათესთან და ლუკასთან. ერთ სახარებაში წერია სადუკევლები და ფარისევლები მივიდნენ მოსანათლად. მეორე სახარებაში, ლუკას სახარებაში წერია ხალხი მივიდა მოსანათლად. იესოს პასუხი ასეთი იყო: თქვენ მოდიხარ მოსანათლად, მოდიხართ და გონიათ იმედი გაქვთ, რომ რადგანაც თქვენი მამა ა ブラ ამი, ანუ თქვენ გაქვთ კარგი წარმოშობა, რომ თქვენ გადარჩებით, რომ თქვენ გადაურჩებით ღვთის რისხვას, ვინ გასწავლათ ეს ეუბნება იესო? ვინ შთაგაგონათ? ვერ გადაექცევით, ვერ გაექცევით. ის რომ მამა იყო უშესანიშნავესი ღვთისმოსავი, მენაშესი. აქცია ეს ადამიანი, სუფთა წმინდა პატიოსან ადამიანად? არა, პირიქით. ყველაზე სასტიკი მეფე აღმოჩნდა მეფეთა შორის. როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, გადააჭარბა სიგიჟეში, უგუნურებაში და სისასტიკეში და ყველაზე უწმინდური აღმოჩნდა წინამორბედებს შორის. ეს გვასწავლის ჩვენ რომ გადარჩენაში, გადარჩენის დროს ჩვენ არ უნდა დავამყაროთ იმედი ჩვენს წარმოშობაზე. ჩვენი მამის, დედის რწმენაზე, ჩვენი პაპის, ჩვენი ბებიის რწმენაზე. არამედ ჩვენ თავად უნდა ვირწმუნოთ და გამოვიღოთ სინანულის ნაყოფი. სწორედ ეს უთხრა იესომ მასთან მოსულ ხალხს. ნუ გონიათ რომ თქვენი წარმოშობა გადაგარჩენს. გამოიღეთ მონანიების ერთ სახარებაში ნაყოფი, მეორე სახარებაში ნაყოფები. ანუ ჩვენი რწმენა და სინანული ქრისტეს მიმართ არის გამსაზღვრელი ნიშანი ღვთისმოსაობისა, ღვთის მხრიდან კმაყოფილებისა, გადარჩენისა, ღმერთთან ჰარმონიული ურთიერთობისა და არა ჩვენი წარმოშობა. მენაშე ვერ გადარჩა ხისკიახუს ღვთისმოსაობით. ვერ გადარჩა. მე ვგულისხმობ, ვერ გადაურჩა უწმინდურ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში ის გადარჩა მაინც. და ჩვენ განგებ არ ვლაპარაკობთ ჯერჯერობით მენაშეს მონანიებაზე. საბოლოო ჯამში მან მოინანი ასეთმა უმსგავსო ყველაზე უწმინდურმა მეფემ მოინანია და თუ ღმერთი მოგცემს ამის უფლებას, ამაზე განსაკუთრებით ცალკე ვილაპარაკებთ. იმიტომ რომ ქრისტიანი მამები, ეკლესიის მამები ამ შემთხვევაში მენაშეს ისტორიაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. მაგრამ ვიდრე მოინანიებდა, მან ხო ყველაფერი გააკეთა. დახოცა, ჯადოქრობა, უცხო კულტი, ღვთისტაძარის წაბილწვა და ასე შემდეგ. ვერ გადაარჩინა ხისკიახუს, იეხისკიახუს ღვთისმოსაობამ ის, ვერ გადაარჩინა. იესომ თქვა, ნუ გონიათ რომ თქვენი მშობლები, რადგანაც მორწმუნეები არიან, ამიტომ გადარჩებით. მე ურწმუნო, ასე ვთქვათ, არამორწმუნე ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი შვილები მორწმუნეების ოჯახში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ეს დიდი წყალობა და დიდი პატივია, დიდი პრივილეგია. ნუ გონიათ ედო, რადგანაც შენი მშობლები არიან მორწმუნეები, ზეცის კარები შენ უკვე გახსნილი გაქვს. შენ თავად უნდა გამოიღო სინანულის ღირსი ნაყოფი.
შენ თავად უნდა აჩვენო რწმენა და სინანული ღვთის წინაშე. შენ ვერ გადარჩები მამა შენის რწმენით ან დედა შენის რწმენით. განა ამას არ ამბობს სახთო წერილი. შენ შეგიძლია გახდე ღვთისმოსავი, როგორც შენი მშობლები, შეგიძლია გახდე იმედგაცრუება შენი მშობლების. და გადაუხვიო უფლის გზას. მაშასე, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ? სულ მცირე ორი რამ ოჯახთან მიმართებაში, რასაც უფლის სიტყვა გვასწავლის. პირველი, რაც უკვე ვთქვით, ვიმეორებ. და ეხლა უფრო შეძლების დაგვარა დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე. ღმერთის მაცხოვნებელი მოქმედებები და აღთქმები ვრცელდება ოჯახებზეც. მოკლედ რო ვთქვა, ღმერთი არ იხსნის ადამიანს, არამედ ადამიანს ოჯახთან ერთად. ასეთია ღვთის ჩანაფიქრი. ღმერთის გადარჩენა აღწევს არა ადამიანს მარტო, არამედ მთელს ოჯახს. საიდან ვიცით ჩვენ ეს? საიდან ვრწმუნდებით ამაში? ღმერთი ამ ჭეშმარიტებას ორი გზით გვაჩვენებს. პირველი, კონკრეტული შემთხვევებით და მეორე აღთქმებით. გავიმეორო? რთულად ხარ ლაპარაკობ? თუ რთულად ლაპარაკობ, შემაჩერეთ. ღმერთის გადარჩენა ვრცელდება ოჯახზე. ღმერთის გადარჩენა აღწევს არა მარტო ერთ ადამიანს, ერთს პიროვნებას, არამედ მთელს ოჯახს. ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი. გეგმა თუ გნებავთ, მაცხოვნებელი, მხსნელი გეგმა. როდესაც ღმერთი იხსნის ვინმეს, მას სურს იხსნას ის ოჯახთან ერთად. ასეთია ღმერთის მოქმედების გეგმა. საიდან ვიგებთ ამას? კონკრეტული შემთხვევებით ბიბლიაში და დაპირებებით. მოდით განვიხილოთ ჯერ კონკრეტული შემთხვევები, ისტორიები. ბიბლიაში დაფიქსირებული და აღწერილი პირველი გადარჩენა რომელია? როგორ? ოჯახ. ნოეს პირველი გადარჩენა. დაბადების მეექვსე თავი. მოდით შევხედოთ, როგორ განახორციელა ღმერთმა ეს გადარჩენა. ვკითხულობ მეექვსე თავის რამოდენიმე მუხლს ამოკრებითად. დაიხილა უფალმა, რომ გამრავდა ბოროტები ადამიანისა მიწაზე და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში. შემდეგ მეშვიდე მუხლი. და თქვა უფალმა, მიწის პირისაგან აღგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანიდან პირულ ტყვამდე. შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ მერვე მეცხრე მუხლებში ასეთ სიტყვებს. ხოლო ნოემ ერთ კაცზეა ლაპარაკი. მიაქცეთ ყურადღება, ვპოვა მადლი უფლის თვალში. არ არის ლაპარაკი არც მის ცოლზე, არც მის შვილებზე, არც მის რძლებზე. რამდენი შვილი ყავდა ნოეს? 3. ვინ თქვა 2? 3. რამდენი რძალი ყავდა? 3. 3 დაუჯახებული. ცოლი ყავდა თუ არა? ყავდა. ცოლის სახელი არ ვიცით, რძლების სახელი არ ვიცით, ვაჟების სახელი ვიცით. რა ვქნათ? პატრიარქალური საზოგადოება იყო. ხედავთ? ქალის სახელები საერთოდ არც ცოლის, არც ძლების. თითქოს ისინი არ არსებობენ, არც ცოლები, არც ძლები. მარტო კაცები. რა ვქნათ? მიაქცეთ ყურადღება. წერია ნოეს შესახებ. მერვე მეცხრე მუხლებში. ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი, უბიცო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი. ეხლა შეხედეთ მე-14 მუხლში რას ეუბნება უფალი. რადგანაც შენ ხარ მართალი, შენ დადიხარ ჩემ წინაშე, მე გადაგარჩენ შენ. დაივიწყე შენი ცოლით, შენი შვილებით, შენი რძლებით. ჩემი გეგმა არის ნოეს გადარჩენა ამ ბოროტი მოდგმიდან. ასეთი იყო ღვთის გეგმა. პირველი ბიბლიაში დაფიქსირებული გადარჩენა მოიცავს ოჯახს. არა მარტო ერთ კაცს, ოჯახს. მაგრამ ამ ოჯახის თავი ნოე როგორ დადიოდა ღვთის წინაშე? კი,
ეს დიდი პასუხისგებლობაა კაცებზე. ძმებო, გესმით? თედო გესმის? შეხედეთ ახლა მე-14 მუხლში რაც ეუბნება უფალი. გააკეთე შენთვის კიდობანი, შემდეგ წერია ულპობელი ძელებისაგან და შემდეგ მე-18 მუხლში. ვიდრე მე-18 მუხლს წავიკითხავთ. ოთახებში გაუკეთე ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან. ეს არის ჩვენი მე-14 მუხლი და შემდეგ მე-18. და ყოველთაგან, რაც ცოცხალია, ყოველ ხორციელთაგან ორი უნდა შეიყვანო კიდობანში, რომ შენთან ერთად გადარჩნენ ცოცხალი. ეს მე-19 მუხლი და მე-18 მუხლი. და დავდებ ჩემს აღთქმას, მიაქცეთ ყურადღება, შენთან. შეხვალ კიდობანში შენ და შენი ძეები და შენი ცოლი და შენი ძეთა ცოლები შენთან ერთად. რომელი მუხლი იყო ეს? მე-18. შეგიძლიათ შემოხაზოთ. მე-18 მუხლში ჩვენ ვიგებთ, რომ ღმერთის გეგმა გადარჩენის შესახებ ვრცელდება არა მარტო ნოეზე, არამედ ვიზზე? მის სახლზე. გვასწავლის თუ არა ეს რაიმე ჩვენ დღეს? წარმოგიდგენიათ, მთელი მიწა გაიხრწნა ღვთის წინაშე. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არც მისი ოჯახიდან ერთ-ერთი მინიმუმ არ იყო მთლად ანგელოსი. ხო სწორია? რა ერქვა იმას, რომ მთლად ანგელოსი არ აღმოჩნდა? მთლად ანგელოსი რომ არ აღმოჩნდა, მთლად კარგი რო არ აღმოჩნდა ნოეს ოჯახში ერთი. დიახ, ხამი. მაგრამ ღმერთმა გადარჩენის საფარქვეში კიდობანში ვინ შედითო? მხოლოდ შენ შეხვალო კიდობანში. გამოემშვიდობე შენ სულსო, გამოემშვიდობე შენ შვილებსო, მე მინდა გადაგარჩინო მხოლოდ შენო. ასეთი იყო ღმერთის გეგმა? არა. ღმერთი დღესაც გადარჩენის კიდობანში. ღმერთს შეყავს დღესაც გადარჩენის კიდობანში არა მხოლოდ ადამიანი, არამედ მთელი მისი ოჯახი. მეორე შემთხვევა. ყველაზე ცნობილი შემთხვევა, ეს არის ა ブラ ამი და მისი ოჯახი. დაბადების მე-17 თავი. რაც ეუბნება უფალი ა ブラ ამს? მე-17 თავის მე-9 მუხლი. და შემდეგ უთხრა ღმერთმა ა ブラ ამს და დაიცავ ჩემს აღთქმას შენ და შენი შთამომავლობა შემდეგ თაობებში. არა მარტო შენ, როდესაც მან აღთქმა დადო, წინადაცვეთის აღთქმა დადო მასთან. მე-19 მუხლში ისეუბნება და უთხრა ღმერთმა ა ブラ ამს. არა, შენი ცოლი სარა გიშობს ძეს და უწოდებ მას სახელად ისაკს და დავდებ მასთან ჩემს აღთქმას. ნახეთ, არა მარტო შენთან, არამედ შენს შვილთან. შემდეგ ეუბნება, საუკუნოდ მისი შთამომავლობისათვის მის შემდგომ. ესე იგი ღმერთის გადარჩენის გეგმამ მოიცვა არა მარტო ა ブラ ამი, არამედ მისი მეუღლე, მისი შვილი, მთელი მისი ოჯახი და 23 მუხლი. და დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი ა ブラ ამთან და ამაღლდა მისგან 23 და აიყვანა ა ブラ ამმა ისმაელი თავისი ძე და ყოველი თავისად, რა წერია? სახლში. მოხაზეთ ეს სიტყვა, სახლში. ღმერთის აღთქმა მოვიდა მარტო არა ა ブラ ამთან. ღმერთის აღთქმა გავრცელდა მთელ მის სახლში. აქ წერია მთელ თავის სახლში შობილი და ყოველი ვერცხლით ნაყიდი, ყოველი მამრი ა ブラ ამის სახლში და წინადაცვითა მათ, სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა ღმერთმა. რა გააკეთა ა ブラ ამმა? აღთქმის ნიშანი დაადო ყველას. ყველას, არა მარტო მე ვარ აღთქმაში, ჩემი შვილი, ამ შემთხვევაში ისმაელი.
ყველა ჩემი მსახური, ვინც მე ვიყიდე, ჩემი ოჯახის წევრი, ყველა. ჩვენ ხედავთ იგივე სურათს. და მესამე, თქვენ შეიძლება სხვა მაგალითები ნახოთ, მაგრამ ძველ აღთქმაში ჩვენ ამ სამი მაგალითი ჩემოვიფარგლებით დროის სიმცირის გამო. იესო ნავესძეს წიგნი. ჩემის აზრით დღეს ჩვენ ვერ მოვასწრებთ ამ მესამე ნაწილის საბოლოოდ გარჩევას, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს საკითხი ძალიან კარგად იყოს ჩვენ მიერ გააზრებული. ღმერთის დამოკიდებულება, მისი ხსნის გავრცელება ოჯახზე. იესო ნავეს წიგნი 24 თავი 15 მუხლი. ეს იყო ერთ-ერთი საყვარელი მუხლი ძველ აღთქმაში, თუმცა არ შეიძლება ითქვა საყვარელი მუხლი, როგორც ამბობენ, რომელია შენი საყვარელი მუხლი? ყველა მუხლი საყვარელია. მთელი ბიბლია საყვარელია. იესო ნავესძეს 24 რა? 24 თავის 15 მუხლი. ნახეთ რა შეეუნება იესო ნავესძე. ვინ იყო იესო ნავესძე? ვინ იყო იესო ნავესძე? როგორ? კი და რით გაითქვა სახელი, რომ მოსმსახური იყო თუ რით? ისრაელი შეიყვანა აღთქმულ მიწაზე. რა ხდება? ცივა გარეთ. გარეთ ცივა. ვინ შეიყვანა ისრაელიანები აღთქმულ მიწაზე? იესო ნავესძე. 24 თავის 15 მუხლში. ნახეთ რა წერია. 24-ის 15. და თუ ავად მიგაჩნია თქვენს თვალში უფლის მსახურება, აირჩიეთ დღეს ვის ემსახურებით? ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ. მე და ჩემი რა? სახლი კი უფალს ვემსახურებით. მე მარტო არ მინდა მსახურება უფლის წინაშე. არ მჭირდება მე მარტო მსახურება ჩემი მეუღლის და შვილების გარეშე. ნახეთ, საიდან ქონდა მას ეს სულისკვეთება? მას ესმოდა, რომ ღმერთის მაცხოვნებელი გეგმა, ღმერთის გადარჩენა არ მოიცავს ერთ კონკრეტულ ადამიანს. არამედ ის ვრცელდება ოჯახზე. ასეთია ღმერთის ჩანაფიქრი, პირველი შემთხვევიდან მოყოლებული. პირველი შემთხვევა რომელი განვიხილეთ? ნოე, რა უთხრა ღმერთმა კიდობანში, ვინ შედითო? შენ და შენი სახლი. შენ და შენი სახლი. მე არ მინდა შენ გადაგარჩინო მარტო. მე მინდა შენ გადაგარჩინო ცოლთან და შვილებთან და რძლებთან ერთად. მაგრამ არა სიძეებთ. ძლებთან კი, სიძეებთან არა. ბოლოკ. სხვადასხვა ერთი კიდევ შემთხვევაა გადარჩენის. როდესაც ღვთისნება იყო ლოთის და მთელი მისი სახლის გადარჩენა და იქ ნოეს რძლებისგან განსხვავებით ლოტის სიძეები ჩარჩნენ. არ დაუჯერეს. დარჩნენ და დაიწვნენ. ასეთია უღირსი სიძეების ხვედრი. ასე არ არის, რა ვქნა? ასე წერია. მეც სიძე ვარ, ხო? აბრაამის შემთხვევაში, როდესაც ღმერთი მოდის აბრაამთან, რა შეეუბნება? აბრაამ, მე შენთან მექნება საქმე. აღთქმა იქნება მხოლოდ და მხოლოდ შენსა და ჩემს შორის. დავანებოთ ეხა თავი შენს, ცოლს, შვილებს, თავარია შენ და მე. ასე იყო თუ არა აბრაამის შემთხვევაში? არა. ღმერთმა უთხრა, აღთქმა გავრცელდება შენზე, შენს შვილებზე. თელ შენ სახლზე აბრაამა დადგა და ყველას წინადაცვითა. ყველა მთელი ოჯახი მოაქცია. ყველა მონათლა, ქრისტიანული ტერმინოლოგიით რო ვთქვათ. უფალმა უბრძანა, შენ ხარ ოჯახის თავი, მონათლე ყველა. ჩემი აღთქმა არის არა მარტო შენთან, არამედ მთელ შენს ოჯახთან. იესო ნავესძე ეს დიდი პიროვნება.
მოსეს შემდეგ ეს ყველაზე დიდი პიროვნება, ამ პიროვნებამ შეიყვანა ისრაელები აღთქმულ მიწაზე და გაუყო მათ მიწა. რას ეუბნება ღმერთი იესო ნავეზეს? როგორც ვიყავი მოსესთან, ისე ვიქნები შენთან. ეს არის უდიდესი პიროვნება. შეხედეთ, როგორ ესმის მას გადარჩენა. ის არ ამბობს, მე ვემსახურები ღმერთს, ჩემ ცოლს კისერიც უტეხია. ჩემ შვილებს კისერიც უტეხია. თავარია მე შევიდე 64-ში. არა, რას ამბობს იესო ნავეზზე? რას ამბობს თედო იესო ნავეზზე? მე და ვინ ვემსახურებით ღმერთსო? მე და ჩემი მეზობლებიო. ვინა? მე და ჩემი ძმაკაცებიო. მე და ჩემი სახლი. ღმერთის მაცხოვნებელი გეგმა ვრცელდება სახლზე. გადავინაცვლოთ ახალ აღთქმაში. იგივე სურათი არის თუ არა ახალ აღთქმაში? მე მინდა რომ თავად თქვენ დარწმუნდეთ, რომ იგივე სურათია. პირველი ქრისტიანული ქადაგება, რომელიც ჩაწერილია საღვთო წერილში, ვის ეკუთვნის? მე გზადაგზა კითხვებს იცით რატო გისმეთ, რომ ჩვენ არ მოვდუნდეთ. ვისა? წმინდა პეტრეს. ნახეთ, მეორე თავი, საქმეები. რას ამბობს 39 მუხლი. ნახეთ რას ამბობს? მიაქცეთ ყურადღება. 39 მუხლი. პირველი ქრისტიანული ქადაგება, სულიწმიდით ახსილი ქადაგება, რომელიც გახდა ღვთისსიტყვის ნაწილი. ყველა ქადაგება არ გამხდარა ღვთისსიტყვის ნაწილი. ეს ღვთისსიტყვა, რასაც ახლა რაც წმინდა პეტრე მიქადაგა, ღვთისსიტყვა. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სიტყვა, როგორც არა წმინდა პეტრეს სიტყვა, არამედ უფლის სიტყვა. ნახეთ რას ამბობს წმინდა პეტრე? ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, რა აღთქმა, გადარჩენის აღთქმა. ანუ სხვა სიტყვებით რა ვთქვა, თქვენ გეკუთვნით გადარჩენა და თქვენს შვილებს. მარტო თქვენ არ გეკუთვნით, თქვენ შვილებს. აი ეს მუხლი კიდევ თავდაყირა აყენებს კონცეფციას, რომ შვილები სხვა თარგმანში კარგი დავანებოთ ამ საკითხს თავი. მე იმის თქმა მინდა, რომ მისი აღთქმა, ღვთის აღთქმა ვრცელდება არა მარტო უფროსებზე, არამედ შვილებზე, ბავშვებზე. პირველ ქადაგებაში გაისმა ღმერთის სამოქმედო გეგმა. მე მინდა გადავარჩინო არა მარტო ზდასრულები, არამედ მე მინდა გადავარჩინო ისინი შვილებთან ერთად. ახლა კი შეხედეთ კონკრეტულ შემთხვევებს. ეს პირველი პუნქტი, პირველი ნაწილისა მინდა ბოლომდე მივიყვანო. ძველ აღთქმაში ჩვენ განვიხილეთ რამდენი შემთხვევა? 3, რა და რა? რთულად ხარ ვსაუბრობთ? ხო მარტივად ვსაუბრობთ. რა და რა შემთხვევა? ნოე, აბრამი, იესო ნავეზზე. ახალ აღთქმაში პირველი ქადაგება გაისმა. და თქვა, აი ეს არის სამოქმედო გეგმა, მე მინდა გადავარჩინო ადამიანები. ეხლა კონკრეტული შემთხვევით შეხო ვთქვით, რომ ღმერთის მაცხოვნებელი გეგმა გადარჩენისა ჩანს კონკრეტულ შემთხვევებში, ისტორიებში. ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაში. შეხედეთ, კორნელიუსი და მისი ოჯახი. ზედამხედველი და მისი ოჯახი ქალაქ ფილიპედან. სტეფანა და მისი სახლი, სტეფანასი და მისი სახლი. კრისპოსი და მისი სახლი. აი დაგისახელეთ მე 4 კონკრეტული შემთხვევა. კორნელიუსი, ფილიპეს ზედამხედველი, სტეფანას სახლი და კრისპოს სახლი. საქმეების 10:24. გახსოვთ ხო როგორ მოხდა კორნელიუსის მოქცევა? ანგელოსი გამოეცხადა მას, გააგზავნა მსახურები წმინდა პეტრეს მოსაყვანად. წმინდა პეტრე მოვიდა და კორნელიუსმა თავის სახლში მოუყარა თავი ყველა ადამიანს. მარტო კი არ მოусმინა. ანგელოსმა აუწყა რომ წადიო და გაგზავნეო წმინდა პეტრეს დასაძახებლად ადამიანებიო, რომ გიქადაგო წმინდა პეტრემ და გაუწყოს სახარებაო. რა გააკეთა კორნელიუსმა? შეკრიბა მთელი სახლი.
კორნელიუსი 10:24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიუსი ელოდა მათ შემოკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები. როგორი მისიონერი იყო, წარმოგიდგენიათ, როგორი არა მარტო ოჯახი შეკრიბა, მეგობრებს დაუძახა, ნათესავებს დაუძახა და ყველა ვისაც დაუძახა იმ სახლში, ყველა გადარჩა. გესმის? მთელი სახლი აქ კიდევ დამატებულია. მისი მეგობრები, მისი ნათესავები, ყველა იმ სახლში, იმ ოჯახში, იმ ქადაგების შემდეგ ყველა გადარჩა. საქმეები 16:32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მას და ყველას მის სახლში მყოფს. ასეა თუ არა? 33 მოხლე. და წაიყვანა ისინი იმ ღამეს, იმ საათშივე წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის, მარტო ის და ყველა მისიანი, ანუ ყველა მთელი სახლი. და 34 მოხლე. მოიყვანა ისინი თავისად სახლში სუფრა გაუშალა. ეს არის წმინდა სუფრა. ქრისტიანები ერთმანეთს უნდა უშლიდნენ სუფრებს. ეს არის მოზიარეობის ერთ-ერთი გამოხატულება. ამას ძალიან ძველი ტრადიცია აქვს. და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, რომ იწამა ღმერთი. გესმით თუ არა? ახალ აღთქმაში. ეს არ არის ნოე, აბრაამი, იესო ნავესზე. ახალ აღთქმაში. მთელი სახლი მოექცა. ეს არის ღმერთის გადარჩენის გეგმა, მაცხოვრებელი ჩანაფიქრი, რომელიც ვრცელდება მთელს ოჯახზე. მთელმა ოჯახმა ირწმუნა, მთელი ოჯახი მოინათლა ერთ ბაშად. მთელი სახლი გახდა მორწმუნე. 1 კორინთელთა 1:16. აბა ვნახოთ სტეფანას სახლი. ასე ერქვა ამ კაცს, არა სტეფანე, არამედ სტეფანას. 1 კორინთელთა 1:16. მოვნათლი აგრეთვე სტეფანას სახლი. მარტო სტეფანა მოუნათლეო თუ სტეფანას სახლი მოუნათლეო? მთლიანად სახლი. ანუ გადარჩენა მივიდა სტეფანასთან თუ სტეფანას სახლთან მთლიანად. და კიდევ ერთი უკანასკნელი მაგალითი, ეს არის საქმეების 18:8. თქვენ ინიშნავთ ხო ამ ადგილებს? მე გთხოვთ, რომ შემდეგ როცა მარტო იქნებით, გულდასმით წაიკითხეთ ეს ადგილები და აი შეისმინეთ, შეიგრძენეთ ღვთის ნება. ღვთის ნება არის არა ერთი ადამიანის გადარჩენა. ეს არის მისი ჩანაფიქრი ყოველ შემთხვევისათვის. თუმცა დასაწყისში ჩვენ ვილაპარაკეთ პარადოქსზე, ხო? კეთილი მშობლები, უღირსი შვილები. ან უღირსი მშობლები, კეთილი შვილები. 18:8. კრისპოსმა კი სინაგოგის მთავარმა ირწმუნა უფალი, ასე წერია? ასე წერია ლუკა? აბა როგორ წერია? კრისპოსმა სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი. და არა მარტო ირწმუნა, წერია მოინათლა. მთელი სახლი. მთელი სახლი. მოციქულთა საქმეები მე-18:8. ესე იგი ჩვენ ახალ აღთქმაში განვიხილეთ რამდენი შემთხვევა. კორნელიუსი 1, ზედამხედველი ფილიპესი 2, სტეფანას სახლი 3, კრისპოსის სახლი 4. ყველგან ხვდებით ერთი და იგივე ხელწერას, ერთი და იგივე სურათს. ჯერ დაწყებული ნოეს გადარჩენიდან. ღმერთი იხსნის, ღმერთის გადარჩენის გეგმა ვრცელდება ოჯახზე თუ არა? კი? როგორც კი
გადარჩენა აღწევს ადამიანამდე, ეს გადარჩენა ვრცელდება მთელ მის სახლზე. ეს გამხნევებაა ჩვენთვის თუ არა? ეს ცუდი ამბავია თუ კარგი ამბავია? ეს გამხნევებაა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მიიღწა იმიტომ, რომ იესო ქრისტემ იტვირთა ჩვენ გამო, ჩვენ ნაცვლად მამის მიტოვება. მამის მიტოვება ჯვარზე. იმისათვის, რომ ეს გადარჩენა ყოფილიყო ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. დარიგება მენაშეს წარმოშობისა. ჩვენ არ დაგვიმთავრებია, ჩვენ დაგვჭე კიდე სალაპარაკო მის დაპირებაზე გადარჩენის შესახებ, ჩვენი და ჩვენი სახლისა. და აგრეთვე მშობლების ვალდებულებაზე მოძღვრებაში გაზარდონ შვილები, რომ ამის შესახებაც ვისაუბროთ. თუ წინააღმდეგი არ ახართ. კარგით? შემდეგ შეხვედრისას გავაგრძელოთ ამაზე საუბარი. მაგრამ დღეს ამით დავამთავროთ. ვთქვათ ის, რომ ღვთის ძე გამოჩნდა ოჯახში. ჩვენ ამას ხედავთ სახარებაში. გადარჩენა არ მოსულა ოჯახის მიღმა. იესო დაიბადა ოჯახში. იესო ეშვა მარიამს, მარიამ ღვთისმშობელს, წმინდა ქალწულს. მას ყავდა მიწიერი მამა. მარიამს ყავდა მეუღლე. გამოჩნდა გადარჩენა ოჯახში, ოჯახის გადასარჩენად. გვესმის ხომ ჩვენ ეს ხაზი? არ მოსულა ღმერთი ოჯახის მიღმა, ოჯახის გარეთ. იცით რა წერია ბიბლიაში? ვინც უარს ამბობს ოჯახზე, ზრუნვაზე, ის ურწმუნოზე ვარესია. ვინც არ ლოცულობს საკუთარ ოჯახზე, ვინც არ იღვაწის, ვინც არ არის დაინტერესებული საკუთარი ოჯახის გადარჩენაზე. იმიტომ ეს არაბუნებრივია. ეს არის არაბუნებრივი. მე მინდა რომ ჩვენ ეს სურათი ნათლად დავინახოთ, გადარჩენა ქრისტეს სახით მოვიდა ოჯახში, ოჯახების გადასარჩენად. და მან იტვირთა ოჯახის მიტოვება. როდესაც აღმოჩნდა მარტო ჯვარზე და გაიძახდა, რატომ მიმატოვე ღმერთო ჩემო? იმიტომ რომ მამობა ამ მიწაზე მომდინარეობს ღვთისაგან, ის არის პირველი მამა. და მან ეს იტვირთა განშორება იმისათვის, რომ აქ ამ მიწაზე მშობლები და შვილები ერთად შევიდნენ სამოთხეში. ვილოცოთ. წამოდგეთ და ვილოცოთ წინაშე. უზენაესო